აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება. მე ვსწავლობ კინომცოდნეობის განხრით. მომავალი კინომცოდნე, რეჟისორი. მთელი რიგი მიზეზები არსებობს იმისა, რატომაც შეიძლება ვერ იგრძნოს ამ ქვეყანაში რეჟისორმა თავი კარგად. რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, ის ეხება მაუწყებლებს და კინოჩვენებას, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ, რომ პირობითად თუ კი არის ტელევიზიით გადის ფილმი და თუ კი იქ არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იქნას შეზღუდული და არ გაშუქება. Все это жестокая, страшная, такая ненавистная система. Странно, как это пережить и как это так осознать. Испорчено 15 лет жизни. С результатами после тюремного ареста, после досидки, пересидки, разговоров по поводу тюрьмы и извинений, которые приносилось. როცა გარკვეულ საზოგადოებაში დემონიზებული ხარ, არ ვიცი, შეიძლება შევიჩვე ამ მდგომარეობას მიზეზი გაქვს თითქოს შენი ჩანაფიქრი, შენი შინაგანი გრძნობები, რაც გინდა რომ სხვას დაანახო, რეჟისურა და ფილმების გადაღება სხვა მეტი არაფერია ფაქტობრივად, რომ სხვას დაანახო ის სამყარო, როგორც შენ ხედავ. შესაბამისად უფრო მეტი ჟენი მემატება ხოლმე, რომ აი ბოლომდე მივიყვანო და რავი, ჩემს ანგარიშსა ცხოვრებაში იყოს რამდენიმე დამარცხებული ბოროტი ადამიანი.